გაუმარჯოს დღემშვიდობის შუა დღემშვიდობის ცოტა სიცოცხლეს ავმალა რომელიც ვიცა აქეთ ამოატრიალ ტელეფონი წამო ასე თქვენ ვერაფერს ვერ მიხდით ხა მაგრამ ჩემთვის არის ხოლმე ძნელი როდესაც ვიდეო თვალი იქით აქვს და არა აქეთ როდესაც ტელეფონი მიდრ იმე მოდის მიუხედავად იმისა რომ არ ყოფილი რომ ზღვაზე რაღა ვიდა და აუზე არა ვიყავი ოღონდ ზემოდან არ ვიყავი იმაზე სოფოს არ ჩადიოდა და ჭადი ქალობე უთხარი ხვალეც აქ არ იყო მე არ ჩავსულო ერთადერთი მიღწევა გავაკეთე რომ ნასკით არ მივედი ან ნასკი არ მეცვა ხო და მაინც დავიწვი ასე თუ ისე დავიწვი ცოტათი სახეზე სახე ეგრევე რაღაცა ადრე ტონალურს ვისმევდი ხოლმე იშვიათად ახმარობ მაგრამ როცა ახმარობ რა ანუ ესე ზედ იმას ვიზავდი და ეხლა ძალიან ცოტა აი ეს და ესე ცოტა ნიმით უფრო კარგად გადავინაცვლე აიცა კარგი დავკეტო იოანის აუფაფახი არ დავუცდა აუ არ მახსოვს ეს უნდა წაიღო ზარი ფაფახი რომელიც დავვარცხნე ეხლა აქ ალანის მერს ხვდებიან და იონე მიყავს ალონას სწორდეს ესეც გამომზადე და არ მიაქვს ისა ან წავიდა და ეთყობა არ მეკვდა არც ხე შემოსდა იქ კაი ხედავთ ეხლა მე არ მეფარება კარგად იმიტომ რომ არს ეს მაქვს ოქს არა აქ ბარბარეს ბარბარემ დაალაგა და რა ვიცი აი ამებს ვეძებ ამდენიმე რო გავიკეთო რომ ყოსა დავიდაბლო და ისე არ მქონდეს ეხლა ხდება დაბლა ბარბარე ჩავიყვანე ბურგერების და პიცების არამშიაო ცოტა ვაჭამე საჭმელი ვაჭამე რა ჭამა ხო და 6 საათიდან იხსნება ბურგერები თუ 6-მდე ხო და მე ისე ყვება აი ეს საშილი მქონე და ბურგერებზე ფრიზე და კოკა-კოლაზე ჩავიყვანე და ვიბოდიალე და ისე გავწყვიტე ნებისმიერ არა მაგ არა დავფიქრობდი წავიღო თქო ეს გავწყვიტე ვერწამ თუ გავაკეთებ მე მგონი გავაკეთე გავკვანწე ნახოთ დავიტანჯე გონებას ხომ აიკარა მხოლოდ წაგობებული წავით ხომ აიკაჩავით აბა როგორ უნდა მაჯობოს რა უფლება გქონდა უბრალოდ დამცხა ეხლა ჭიდაობაში 2 წამი ეთყობა არ უნდა ეს ფაფახი თორე არა ფაფახი უნდა იხელა თავია გიალ თმა ხო და წეღარას ვამბობდი ვიბოდიალე და არაფერი ისეთი სიტუაცია არ იყო რა ისევ აუზში ისე ოღონდ ძალიან ცხელოდა და ყველა დამწვარი აბსოლუტურად წეღან იყო თამაში ესა დარსი რო არის ხო რომ უნდა ისროლო ნინოსაც აქვს სახში მერთხელ დაბადების დღეზე უკვე 3 ის რომ უნდა გაარტყა და ხაზულს
ხო და მოკლედ თამაში არისო და გამარჯვებული ესაო ვინც ბევრ ქულებს დააგროვებს და გამარჯვებული მიიღებს და ულიმიტოს აჭუქრებს. უფ, ასაჭუქრებს კაცო. დასხალებს გეგორება ხა რო შეხვიდე გამოგაგდებენ და გეტყვიან ეჭიქის მე ერთალიო. რამდენიც გინდა აი ეს სამაჯური რო გაქვს, რამდენიც გინდა აიღე. და რაც გინდა აიღე, გინდა ხო ხვით გამოდი, არავინ აფერს არ გეტყვის. დიდათ რა ეგონა რომ აი დავაგოინეთ. მაინც ვითამაში. ესეც ესე. ნინოს დაურეკე, ნინოს ვეჭორავე და ესაო. როგორც იქნა მზე გამოვიდა მარტყოფში. ტვინიათ კიდე. ჩორავ და კატები როგორ არიან მეთქი კარგათო. ეხლა რო იქიდან მოვლენ შეხვედრიდან, უნდა წავიდეთ ზღვაზე. ხმელთაშუა ზღვაზე უნდა გავისეინოთ ფეხით. აქვე არის და მაგარია ჩაბუვალ და ვიტყვი რიყის იქით ხმელთაშუა ზღვაცა ვრახებით. რიყეზე გაზრდილმა ბავშვმა ხმელთაშუა ზღვაზეც გავიტასავე ნასკებიანი კლოსტები. არა დღეს ტრის იყო წინსვლა იგრძნობოდა აღარციო და ნასკები აღარ ბეძო. ერთი ბაზრობაზე წინდების ყიდვა დამავიწყო. ნამდვილი წინდები, ჭრელა წინდებს რო ქსოვე ხოლმე, რომ სასურათად ჭირდებოდა. აქ რო გადამიღო. აქ ბევრს არ გავიკეთებ, ესე იყოს. აი მის მეორე სათვალის გაკეთება მინდა, მაგრამ ის სათვალი არ იცავს მზისგან და ეს იფერება და დაფერილი შუშები აქვს და მზეზე რო გადიხარ, მზესაც იჭერს და მაგის გამო იმიტომ რომ ეს რომ იკეთია ამას რომ მუქი ჩარჩო აქვს და ხედველობად ჩარჩოში მაქვს მოქცეული, მგონი რომ ვერ ხედავ მის იქ. არაფერს არ ვისმევ. ცოტა შეიძლება წინ ცოტა. ხო, სხვათა შორის საღამოს მივდივართ დისკოტეკაზე. მივდივართ რა აქვეა კაცო. სად მივდივართ? წაღან მეკითხება სალონასებას რომ აი სად არის თქო. ანუ იქ რა წერია 18+ და დისკოტეკა. ეგაო დისკოტეკაო საღამოს სულ ყველა მშობლები ჩავიდეთ. ეს რა თქმა უნდა, წიღას სიცითლის გამოწვევისვი და ხო და ნახოთ რა იქნება დისკოტეკაზე ჩავა. ჩვენს დაწერაზე ვიცინოდი ჩვენს პატიოს ვარ ოჯახის ქალობას ვტოვებთ აი სასტუმროში შემოვალთ იქ და მივაყუდეთ ყველა სანამ იქნება მერე სახში დავბრუნდებით ღვთიური სახეებით ბარბარე მირეკავს რა უთაბა ხო ბარბარე ოთახში ამოხვალ? რა გათხოვს? უყურეთ. აჰა, მოგიდა. გაიგო, არა, ეხა უნდა გავიდე კარები გავიხურო და დადგეს და დიოს. ხო, ისა აუზზე გადაიღე, ანუ აუზზე რა ხდებაო და გადაიღეო ვიდეოებიო და რაღაცა, მოკლედ აუზზე არაფერს არ ვიღებ. თუმცა რაღაცა კადრები გადავიღე წეგან აერობიკის, იმიტომ რომ კარგად ვიხალისეთ, მართლა მაგრად ვიხალისეთ. მე რა ვიხალისე, მე მაღლა ვიყავი და მაღლა ვუყურებდი, ტელეფონები მეჭირა როგორც ყოველთვის სხვების, ჯიბეების, სავსეს, შორტების და ასე წყალში როგორ ფეხები ჩაჭყობა. ეს სიტუაცია და კარგად ვიხალისე, რაღაცები გადავიღე. ეხლა რაც შეეხება სხვანაირად გადაღებას და ახლა მთლად და რაღაცა არ მიყვარს, იმიტომ რომ აუზზე ვინც წევს, შემიძლია ვინც ისწრებს და თუნდაც ვისაც კუპანიკი აცვია და ვინც როგორ და რანაირადაც არის, ფიქრობ რომ მე რო კამერით დავიწყო იქ, აბა მოდი როგორ ახალ, როგორ შინაური და როგორი პატარაც არ უნდა იყოს, ფიქრობ რომ იმის სიმყუდრე მე არ მისიამოვნება აუზზე რო წამოწოლილიყო ვისვენებდა და ვიღაცა მიიღებდეს. ხო და მაგას მივთხოვთ. იმიტომ რომ რა არ ვიზავ რა მაგას.
არ მეკომფორტულება ეგეთი გადაღებები. თორე ზეგან აერობიკა კაი იყო, კარგად ვიხალისეთ, კარგად ვიხარხალეთ. აი ეს უნდა გამომეშვიოს, ხო ვიცი, აი. ეგორი მოვიხსნა ეს თმები ისევ ჯობია. არადა ცხელა. თუ ისე თვალე გავიკეთო. აი განახეთ. ესე იგი, რო საჭმელს რომ მორჩები და გადახვალი იქ იწვენს ნახო დალევი იქით პიცას შეჭამ კიდე რაღაცა, უცბად გავიგებთ რომ ისევ საჭმელს დროა. ამაღამ ისევ მოკლედ რაც აქ ვიქნები, ყოველ დღე ჩავალ ჩორბა საჭმელად. აბსოლუტურად ყოველ დღე. ხო, რამდენიმე ნაირი ქონდათ. არ ვიცი, ყველა კაია. არც როგორ ამზადდება ეგ არ ვიცი, არც არაფერი ვიცი. ერთი ვიცი რომ კაია ჯანმრთელობისთვის და გაციებისთვის და პახველეისთვის და პახველეზე არა ვარ. გინდა მიჯერე, გინდა რა სარგეთოთ, იმიტომ მართლა არა ვარ. ხო და კაია რა. ეს რა არის? აკადემია. აი ზედისთვის ავზიوار ხარჯ დრო გამყა უბრალოდ რომ ხალხი დაგუჩდეს. აკვაპარკში იყვნენ ბავშვები. ნახე იქ როდესაც ჩადიან და მე ვიფიქრე კიდეც აქამდე რომ რაღაცა ვიდეოებს გადავიღებ მეთქი ანუ წყალთან ვერ ვიღებ იმდენად საშიში სიტუაცია შეიძლება უცბად ჰოპ გაგისრიალდეს ტელეფონი ცალკე ხელი ცალკე და აი როგორ სრიალებს იცით აი არ ვიცი როგორ სრიალებს წეღან მაგალითად რო თქვი აერობიკა იყო მეთქი სკამზე ვიჭიქი სკამი მიმიტრიალი დავჭიქი ვუყურებდი თან ალაგ-ალაგ ვუღებდი ამ ცეკვებს და რაღაცებს და უცბად დიდი რახვანი გავიხედე და ამ ფეხებთან ჩემს სკამის ფეხებთან გდია ბავშვი ვიღაცა ან მოდიოდა გაუსრიალდა და ეგ შხლაპარი შეიტანა და ვაიმე შვილობეთკი ეგრევე დავიხარია ავაყენე და როგორც კი ესავა დიდი რახვანი გავიგე აყლაკეთ გადავიხედე და კაცი გდია შეასაკაცურები შეუბედურო შედა და ეხა იმასაც ხარ წამოვაყენებ თუ რა თქმა უნდა წავიდა სორი რა სორი ვერ ამყიდა მაიქროზივა კი ნავს კამიანად ხაპანი გამძვრად ეხლა როგორ იქ გადავიღე სერიოზულად წავიღე მე ერთობი რა იმიტომ რომ დაბლა ცხელი ქარია და მინდა რომ გადავიდეს არა სიამოვნებს თუმცა ქუდებით წამოვიღეთ, მაგრამ არც კაცშვილი არ ვიფარებთ. ეს აშკარად სადღაცას არ არის წინა მხარე. რატო აქ ის გამოფშეზბზლებული? ცოტა შესაძლებელია მე მგონი ბაბახი. კარგად არის დასავარცხნი. აქ დავარცხნი, აქ ვერ დავარცხნი და იმიტომ. ესეთი თმების უმინდოდა ხოლმე. მაგრამ მე რო ვიდეოებში ნახულობდი, როგორ იტანჯებოდნენ ესეთი თმების პატრონები ამ თმებით, აღარ მინდა. რა ვქნა, წავიდეთ დაბლა. თან ტელევიზორი, ტელეფონი მაქვს შეერთებული. 74%-ია შეგვიძლია წასვლა. მაგრამ ეხა იონე მითხრა ტელეფონი დატენე რაო და მე რო ის უნდა გამოვადრო გასაღები. ტელეფონი აღარ დაიტენე. %-ია, მოდი ცოტა ხანს ვიქნები და დაიტენოს ცოტა. და მე ჩავალ, მანამდე ეკაც დარეკავს ალბათ. დალაგებას რაც შეეხება, ვფიქრობდი, რომ ის სახელურზე დასაკიდი რაღაცა როა, მაგას დავუკიდებ თქო, როდესაც ან საჭმელად ჩავალთ, ან რო გავალთ რა გარეთ და დილას რო შემოვედით, ანუ არ დამიკიდი არაფერი, რო წავედი და შემოველეთ, აშკარად დალაგებული იყო იმ ხრივ, რომ ეხა ნაგავიდა რამე ისედაც არ დამიყრია და აქ პარკი მიდევ იქ ვაკუჩებ და რაღაცა, მაგრამ ეთყობოდა რა, რომ ხელი მიკრულ-მოკრული იყო ესე იქ ივანე როიბანა ვაწვეთები იყო, რომ ჩავედით და მე ივანე ჩამოვიდა
ის ვაშრალებული და ანუ შემოდიან და ხელს შეავლებენ. რაც შეეხება ფულის აქ დატოვებას და რაღაცა, რა ვიცი, აი აზრათაც არ მომსვლია, რომ რაღაცა ისე ვქნა, იმიტომ რომ ძალიან პასუხისმგებელი, ანუ სხვანაირად რაღაცნაირი ყურადღებაა და რატო? ამ სასტუმროშიო სალომ აი ქაგდე 5 ლარიანი ზემოდან. ხო და შეიძლება ივანეს ედოჯიბეში და უბრალოდ ვერსად ვიღაც ჩავდე, დავდე და ზედ ყურსაცმენებია და შეიძლება იმ ქალმა იფიქრა სპეციალურად დამიდესო. არც ეგ არის გამორიცხული, რომ იფიქრო. ხო და სალომე თქვა, რომ აქაო იყო ერთი ის შემთხვევა, რომელიცო ერთიო აწუხებდაო რაღაცნაირადო ვიღაცასო და ანუ იმდენად ისინი არიან, რომ ის გაუშვეს სასტუმროდან, რადგან ეს არის იმიჯი ამ სასტუმროსიო და სახელიო რა, ანუ ესეო რომ ვიღაცა აწუხოს და ჩვენ ეს გავატაროთ, ეგ არ იქნება და აი ისე მუშაობენ, რომ შენ არ შეგხვდებიან რა, რო გადიხარ შემოვლენ, აი ხარ რომ შემოდიოდ უკვე ანუ სხვადასხვა ოთახებიდან გამოვიდნენ უკვე და დასუფთავებულები, ეს არკია გაწმენდილი, იმიტომ რომ სავარაუდოდ ბარბარე მიაწუნწყლა თმების სიწუნწყლე. ხო და ანუ მომწონს სამათი მომსახურება, სიტუაციაც მომწონს, ისუფთავეც მომწონს. ყვებაზე რო თქვა, ხა ხო მაგარი უნამუსო ვიქნები. ბარბარეც მოიდა. გავიდნენ? ხილები. ივანე და ის და ფაფახი არ დაეღო, მე კიდე გო. ხო, სალომემ თქვა, რომ ისა, მე არ ვიცოდიო და ის გავარდა და ის ჩაიცვა. ხო, ეს უკითხეთ, რომ ახლა და მითხრა საკეთია მიაწევს ու დაიწყო ეგ ბავშვია. დაბლა? გოგო მე ეგ ამოვიყანეთ, უწითელი უხარია დავიზაგროთ. რა დაიზაგრა გოგო ეგ თეთრი ბავშვი არის, ვაიმე ამაღამ ვერ. ეგ ამაღამ გაათენებს. ესვა კი იზაგარისის რამე, მაგრამ არ წავშია. დაგაკე. მივკარ მოუყარი ხელი. დაბლა მინდა ჩასვლა და ჩავიდე თუ ვიყო. არა დაბლა. რა კარგია ვიქნებ, დააწვები. მარიესთვის წავისვისა. ისე მქონდა ესენი გაწითლებული და ის წავისვი. ეკაზე ვეწახდით რაღაცებს. ფოტოებს იღებს და რაღაცა გავხედე და ეგ გვითქვა ფოტოებს გიღებს ჭამთ. რა ჩაუგდები, არ ჩაუგდია ჯერ. საერთოდ. სოფოსადა? არ ვიცი. სოფო მარიამთან და კატოსთან ერთად იყო. ჩემი ძმისშვილები ხარიან დაბლა აუზში. ესე კატო როგორც გოჭი და მარიამი ეგრი არიან აუზში. არ ამოსულან, იმედია ისა არ დაიბუგებიან. დაახლოებით 5 საათისთვის ღაზა გავიდეთ, ყველანი უნდა წავიდეთ. ძალიან კარგი. რომელი საათია ხა? 20 წუთია. 4 საათი ნახევარი. ხო დაგვიქნებ და წამოვწვევ. იმიტომ მე ფეხით მომიწევს სიარული. აი, ესე იგი 20-ში მივდივართ აქედან. 22-ში უკვე სახში ვიქნებით წესით. გინდა დაიჯერეთ, გინდა რა სახში მინდა. აი, რაღაცნაირად მაინც მინდა. იქნება გადავუღოთ ფოტოები და ჩავა. ეხლა იქ დარჩენილი ისინი ვინც არიან მშობლები, რა ქვია, ხო არიან ყველას ხო არ წაბოყო მშობელი და ესე იგი სულ იმაზე გაგანებთ, რომ რო რეკავენ, ანუ იმ წუთას ვერ პასუხობთ, რომ ტელეფონი ხა როგორც მე მქონდა წეღან ჩაბარებული, ისე ხან აქ ვტოვებ ხოლმე, როცა ისეთ სიტუაციაში მიდიხარ, ვერ დაიჭერი. ჩანთა კიდე ხა იც ხელა და კიდე ჩანთა აიკონციალე, ისა ხო და ვერ ვიღებთ რა, ანუ და ვერც დაიჭერ 2000 ბავშვს. და არიან მშობლები, რომლებსაც ვერ გავაგებინეთ, რომ სურათებს ვერ ვიღებთ, ვერა, საკუთარი საარაბა გადაღებული. რაღაცა შემერჯო. ვაიგედა.
კარგად დავისვენე და არ მეცინებ. და როცა მოვწვე ვიცი რომ ამომქრება. მოკლედ წევედი ახლა. და ზღვაზე გადავიღებ რაღაცა კადრებს აუცილებლად. განახებთ, როგორც თქვენ განახებთ, ისევე ჩემ მოგონებად დარჩება ეს კადრები. ყოველდღე ხო არ წახვალ ხმელთაშუა ზღვაზე. არ წახვალ. და გქონდეს. რადგან უნდა ვიყო აქ, ვიყო აქ. აბა ჰე, ხა დავამონტაჟებ ამ ვიდეოს და ავტვირთო. Пока-пока.